რაკე უკვე ბევრმა მიხო ხელი ჩვენ შორის აღსრულებულ ამბავთა თანმიმდევრულ აღწერას, როგორც გადმოგვცეს თავიდანვე თვითმხილველებმა და სიტყვის მსახურებმა, მეც მივიჩნია, რომ მას შემდეგ, რაც გულდასმით გამოვიკვლიე ყოველივე თავიდან, თანმიმდევრულად აგიწერო ღირსეულო თეოფილე. რომ შეიცნო იმ მოძღვრების ჭეშმარიტება, რომელიც გისწავლია. იუდეის მეფის ჰეროდეს დღეებში იყო ვინმე მღვდელი, სახელად ზაქარია, აბიას რიგიდან. ხოლო მისი ცოლი იყო აარონის სასულთაგანი, სახელად ელისაბედი. ისინი ორივენი მართლები იყვნენ ღვთის წინაშე, უბიწოდ იქცეოდნენ უფლის ყოველი მცნებითა და წესდებით. მათ არ ყავდათ შვილი, ვინაიდან ელისაბედი უნაყოფო იყო და ორივენი უკვე ხანგადასულნი იყვნენ. ერთხელ, როცა თავისი წყების წესისამებრ მსახურებდა ღვთის წინაშე, მღვდელთა სამსახურის წესის მიხედვით მას წილად ხვდა კმევა და შევიდა უფლის ტაძარში. უამრავი ხალხი ლოცულობდა გარეთ კმევის დროს. ეჩვენა მას უფლის ანგელოზი საკმევლის სამსხვერპლოს მარჯვნივ მდგარი. შეკრთა მისი ხილვით ზაქარია და შიში დაეცა მას. ხოლო ანგელოზმა უთხრა: ნუ გეშინია ზაქარია, ვინაიდან შესმენილია შენი ლოცვა და შენი ცოლი ელისაბედი გიშობს ძეს და დაარქმევ მას სახელად იოანეს. გექნება შენ სიხარული და შვება და მრავალი გაიხარებს მისი შობით. ვინაიდან დიდი იქნება ის უფლის წინაშე, ღვინოსა და სათრობელს არ დალევს, სული წმიდით აღივსება დედის მუცლიდანვე. მრავალ ისრაელიანს მოაქცევს უფლისაკენ, მათი ღვთისაკენ. ის ივლის მის წინაშე ელიას სულით და ძალით, რომ მოაქციოს მამათა გულნიშვილების მიმართ, ხოლო ურჩნი მართალთა გონებაზე და წარუდგინოს უფალს მომზადებული ხალხი. უთხრა ზაქარიამ ანგელოზს: რითი გავიგებ ამას? მე ხომ მოხუცებული ვარ და ჩემი ცოლიც უკვე ხანგადასულია. ანგელოზმა უთხრა პასუხად: მე ვარ გაბრიელი ღვთის წინაშე მდგომელი. წარმოგზავნილი ვარ, რათა გელაპარაკო და გახარო ეს. დაჰა, დადუმდები და ვერ შეძლებ ლაპარაკს იმ დღემდე, ვიდრე ეს ახდებოდეს. რა კი არ ერწმუნე ჩემს სიტყვებს, რომლებიც აღსრულდება დროზე. ხალხი კი იდგა და ელოდა ზაქარიას და უკვირდათ მისი დაყოვნება ტაძარში. როცა გამოვიდა, მათთვის ხმის გაცემა ვერ შეძლო. მიხვდნენ, რომ ჩვენება იხილა ტაძარში. ანიშნა მათ და დარჩა უთვალ. ხოლო როცა დასრულდა მისი მსახურების დღენი, შინ წავიდა. იმ დღეების შემდეგ დაურსულდა ელისაბედი, მისი ცოლი. 5 თვეს იმალებოდა და ამბობდა: ასე მიყო უფალმა ამ დღეებში, როცა მომხედა, რომ მოეშორებინა ჩემთვის სირცხვილი ხალხში.